შალვა მინდაძე, ასევე მასწავლებელი, პედაგოგთა პროფკავშირის წევრი გვერდდება ახლა. მივესალმები სტუმარს. საღამოშიდობის შალვა. გამარჯობა, მოგესალმებით. მადლობა. პირველი პროექტისთვის მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა. შალვა, შენ გარდა მასწავლებლისა წარგადგინე მეორე სტატუსითაც ხარ პედაგოგთა პროფკავშირის წევრიც და როგორც ვიცი, თქვენი ორგანიზაციის სახელითაც გაიგზავნა უკავშირის დოკუმენტი, აი მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემასთან დაკავშირებით. გითხარით, რა შენიშვნები ჰქონდა თქვენს ორგანიზაციას მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემასთან დაკავშირებით? აი წინა სტუმარს ჰქონდა კონკრეტული თავისი არგუმენტები და რეკომენდაციები რა გაუგზავნა, აი თქვენიც რო გაგვიზიაროთ. პირველ რიგში გეტყვით, რომ ეს უკავშირი, რომელიც პედაგოგთა პროფკავშირისგან გაიგზავნა, მე ამ ნაწილში არ ვიყავი ჩართული ისეთი აქტიურობით, როგორც შეიძლება მაყურებელმა აღიქვას, მაგრამ ერთ დეტალს დავაზუსტებ, რომ თვითონ სქემის ნაწილში იკვეთება თავისი არსით გამჭვირვალობა, კომისიის გამჭვირვალობა, რომელიც არის ცალსახად გამოსაკვეთი და აი ამ ძალაუფლების განაწილების მოდელი, კომისიის გამჭვირვალობა პოზიტიურ ჭრილში თუ კითხვები რაზეც გიჩნდებათ? კითხვები. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ამ კომისიაში უნდა გამოიკვეთოს აუცილებლად ვინ არის არჩეული, როგორ უნდა აირჩეს, რა პრინციპით უნდა შეირჩეს იქ მყოფი მასწავლებელი იქნება, ექსპერტი იქნება თუ ვინ იქნება და რა ფუნქცია უნდა დაეკისროს მას. იმის გარდა რომ ამ შემთხვევაში სქემა ეყრდნობა ავტონომიურობას, ნებაყოფლობითობას და ერთი შეხედვით ობიექტურობას, პრინციპი იდეალურია, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც არის, რა წერია არა დოკუმენტში, არამედ როგორ შესრულდება განსაკუთრებით, როგორც თავში გითხარით, შეფასების კომისიის შემთხვევაში და სწორედ ამ ნაწილში იყო ერთი დეტალი. რა ჩემს სამუნდობლობა შალვა გითხარით აი თქვენ მასწავლებელი? პასუხი უნდა ვთქვათ, რომ კომისია არის კარიერული წინსვლის კარიბჭე, სქემაში წერია, რომ თვითონ მიმართულებაში კარიერული წინსვლა ფასდება შესაბამის დონეზე შექმნილი კომისიის მიერ. და ეს მიმართულებები წარმოიდგინეთ არის სამი მიმართულება, ძირითადად სწავლება, მართვა, ადმინისტრირება და საგანმანათლებლო კვლევა და ყველა დონეზე, სკოლის დონეზე და ორ დონეზე უნდა შეფასდეს, სკოლის დონეზე და მუნიციპალიტეტის დონეზე და ანუ კომისია უბრალოდ საკონსულტაციო ჯგუფი კი არაა, კომისია არის კარიერული ბედი, ანუ შენ ბედს გადაწყვეტს კომისია კონკრეტულად ამ შემთხვევაში. შესაბამისად, კომისია არის თუ არა სამართლებრივად არჩეული ორგანო აი ამ სქემის ფარგლებში, შესაბამის დონეზე უფლებამოსილი პირის მიერ შექმნილი კომისიამ უნდა განიხილოს მასწავლებლის განაცხადი, მან უნდა მიანიჭოს შესაბამის საქმიანობას, განხორციელების უფლება და მან უნდა რა გახდიდა კომისიას უფრო სანდოს თქვენთვის აი? პირველ რიგში მე მგონი თქვენმა წინა რესპონდენტმაც აღნიშნა, კომისიის წესებს ერთი შეხედვით არ არის გამჭვირვალე ამ სქემაშიც გამოწვეული და ამაზეც იყო ზუსტად პროფკავშირისგან კითხვები დასმული და თითქმის ყველა პროფკავშირი ამ კითხვებს სვავს ფაქტობრივად. კომისიის წესები თან საინტერესო არის, რომ დგინდება არა სკოლაში, არამედ მინისტრის აქტით დგინდება და ეს თამაშის წესები როგორ შეიცვლება, ზემოდან ქვემოთ იცვლება ფაქტობრივად. აი გარე ექსპერტების ჩართვა გაზრდიდა თუ არა, მაგალითად კომისიის ობიექტურობას თქვენი აზრით? ჯერ ერთი მოდი ვთქვათ ექსპერტი როგორი ტიპის, ანუ რა სახით ჩაერთვება, ასეთი ასე ვთქვათ, ვინ ჩაერთვება, ექსპერტი ვინ იქნება და აი პოზიციონირება მისი ზოგადად მასწავლებლის კარიერული განვითარების ნაწილში იქნება თუ არა მისი წილი საერთოდ რაიმე სახით ამ სფეროში იქნება თუ არა, იმიტომ რომ ექსპერტს სამწუხარო დღეს ყველას არ ქმევენ ხოლმე და ეს ბატონო, მოდი შალვა მაშინ ესე ვთქვათ, ნუ ესეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის უნდობლობა, რაც მაგათად პირადად თქვენ გაქვთ ხო ამ პროცესის მიმართ და კომისია არის დამაგვირგვინებელი რგოლი, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს თქვენი პროექტი არის წარმატებული თუ არ არის წარმატებული და ამაზე არის მიბმული მასწავლებლების კარიერული წინსვლაც, პროფესიული წინსვლაც, ხელფასით და ბევრი რაღაც, ხო? მაშინ ლოგიკურად ეგრე შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ იმ მასწავლებელს, რომლის მიმართაც რაღაც არ არის პოზიტიური დამოკიდებულება სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან, თავშივე უშანსოდ არის, რომ ბოლომდე მიიყვანოს საქმე, ესე გავიგე მე. თავშივე უშანსოდ არის, მაგალითად მე რომ წარმოგიდგენთ
ჩემი წინა სკოლის მდგომარეობა როგორ იყო, მე რაღაც მომენტში დირექციასთან მქონდა მცირე კონფლიქტი, თუნდაც მცირე კონფლიქტის შემთხვევაში უკვე იკვეთება შეფასების კომისიის, ასე ვთქვათ, კომპეტენტურობა, ობიექტურობა. ამ კომისიაში ვინ იქნება რეალურად დირექტორი, მისი მოადგილე, მეგობრული ჯგუფი, სამეგობრო ჯგუფი, რესურს ცენტრის წარმომადგენლები და მე პირადად, რომელმაც შეიძლება რაღაც მომენტში პოლიტიკური განცხადება გავაკეთო სკოლის გარეთ და ამის გამო უცბად მითხრა, რომ იცი რა, შენ თუ გინდა კარიერული წინსვლა, რომელიც სულ რაღაც 20 ლარს მოიცავს წამყვან ნაწილში, ნეიტრალური უნდა იყო და არაფერი უნდა გააკეთო. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ კომისია თან მით უმეტეს ორმაგი შეფასება როცა გჭირდება სკოლის დონეზე ჯერ და მე მუნიციპალიტეტის დონეზე, რომელიც აუცილებლად ბიუროკრატიულ ნაწილში პოლიტიკურ ველში შეგიყვანს და რაღაც დონეზე გაიძულებს, რომ შენ უარი თქვა რაღაც პოლიტიკურ აქტივობაში არ გულისხმობ მაინც და მაინც ესეთ პოლიტიკოს საქმიანობას, სამოქალაქო აქტივობაზე. სამოქალაქო აქტივის გულისხმობ, აი ამ დონეზე გაიძულებს და შესაძლებელია ეს ბერკეტი გამოიყენონ განსაკუთრებით არჩევნების დროს, თუ გინდა შენ მიიღო კარიერული განვითარების რაიმე ეტაპზე გადახვიდე არჩევნების პერიოდში, ამას გეტყვიან აუცილებლად. შალვა, ხარისხის განვითარებაზე მინდა რომ მოვასწრო ბევრი კითხვა და მინდა რომ დაგისვათ. მთავარი მიზანი არის იმის პარალელურად, რომ მასწავლებელს შესაძლებლობა ქონდეს, რომ კარიერულად წინ წავიდეს, ასევე არის პროფესიული განვითარება და საბოლოო ჯამში განათლების ხარისხის გაზრდა, სკოლის ავტონომიურობის განვითარება, დეცენტრალიზაცია, ანუ ბევრი მიზანი არის გაწერილი. თქვენი აზრით, აი ამ სქემით, ამ განახლებული სქემით, თუ არის შესაძლებელი ამ მიზნების მიღწევა და აქვე მინდა გკითხოთ, თქვენ მე მგონი მოესწარით წინა სქემასაც, იმიტომ რომ საკმარისი დრო არის, რაც მასწავლებელი ხართ. წინა სქემა რის გამოც იყო დაწუნებული, აი ამ ახალ სქემაში რა გვაქვს ის დეტალი, ის კომპონენტი, რაც გვაძლევს მაგალითად იმ ფიქრის საშუალებას, რომ აი ამ მიზნებს მოემსახურება დაგეგმილი აი ეს შეხედვით არაფერი არ გვაქვს სიმართლე რომ გითხრათ, აი ცალსახა პასუხი რომ გაგცეთ და ამას ჩავშლი, იმიტომ რომ ფაქტობრივად უბრალოდ მექანიზმი ერთი შეხედვით რომ შეიცვალა, უბრალოდ დელეგირება მოხდა და ამ შემთხვევაში რესურს ცენტრი როგორც ასეთი ფუნქციური გახადეს, რომელსაც ნამდვილად არ ქონდა ფუნქცია, მაგრამ ახლა ჩემი ღმერთმენით, ვინაიდან ჩვენ საქართველოში ვცხოვრობთ, პოლიტიკურ ფუნქციას შეიძენს ეს რესურს ცენტრიც. მაგრამ მაინც უნდა გამოიკვეთოს ერთი დეტალი, რომ ფორმალურად დეცენტრალიზაციის კომპონენტი იქნება გაძლიერებული. დეცენტრალიზაციის კომპონენტი იქნება წინა სქემაში, ელექტრონულ სისტემაში უნდა ასახულიყო სტატუსის მინიჭება და იქ ხდებოდა ატვირთვა აქტივობების, წვდომის დონეები ემისთან, ემისის უფროსის ინდივიდუალური აქტით იყო ფაქტობრივად დარეგულირებული და თუ წვდომის დონე და ეს ცვლილებების მექანიზმი არ იქნება გამჭვირვალე, მასწავლებელს აუცილებლად გაუჩნდება განცდა, რომ გადაწყვეტილება შეიძლება სისტემაშიც კი დაიკარგოს, ან შეცდომით შეიცვალოს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ეს გადაწყვეტილება, ჯერჯერობით სქემაში წერია, რომ არგუმენტირებული უნდა იყოს და ამ შემთხვევაში სასამართლოში თუ გაასაჩივრებ, როგორც თქვენმა წინა გამოსვლელმა ბრძანა, რაღაც დონეზე შეიძლება გარკვეულ წარმატებას მიაღწიო, თუმცა ეს თავისი არსით, მოდი პირდაპირ შევთანხმდეთ, რომ ცალსახად ეს პოზიცია, რომ შენ გინდა განვითარება წამყვანზე და მენტორზე, არის უბრალოდ სტატუსი, სახელია მარტო, იმიტომ რომ ფინანსური ნაწილი, мотиваცია თუ არ უდგას ამას მხარში, ფასი იკარგება და აი მაგალითად ჩემ სკოლაშიც ამაზე პრეზენტაციაც იყო, მაგრამ სურვილი და мотиваცია თითქმის არავის არ გაუჩნდა. მხოლოდ უჩნდებათ მასწავლებლებს კითხვა, რატომ ვერ მორჩნენ ერთი და იგივე სტრიალით და ფაქტობრივად ჩვენ 2012 წლიდან ერთ ნაწილში მიღებული სქემა ვერაფრით ვერ განვავითარეთ, უბრალოდ ცოტა უფრო მეტად ჩავშალეთ, საზოგადოებას ვაჩვენეთ, რომ ნახე რამხელა დოკუმენტი გაქვს, რაღაცნაირად ერთი და იგივე რუბრიკა შეიქმნება სავარაუდოდ და ეს რუბრიკა მერე კომისიებს დაეგზავნება და ამ რუბრიკით საბოლოო ჯამში ისევ მივიღებთ ფორმალურ რაღაცა ჩეკლისტს, რომელიც შემდგომებისთვის გამოიყენება და გასაჩივრება დაემატა ერთი დეტალი ეგ არის, თუ კომისიამ უარყოფითად შეგაფასა აპელაციის გზა, ამ შემთხვევაში ელექტრონული სისტემის დოკუმენტური მასალა გექნება, რითიც ერთი შეხედვით უნდა გაკონტროლდეს, მაგრამ როგორც თავში აღნიშნე, ჩვენ ძალიან კარგად ვწერთ კონსტიტუციას, წიგნებსაც, კანონებსაც, მაგრამ პრაქტიკაში სამწუხაროდ ვერაფერს ვერ ვასრულებთ ხოლმე, არათუ სკოლის დონეზე, ეროვნულ დონეზე ვერ ვასრულებთ ვერაფერს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, რომ
კომისიის სტანდარტი უნდა ჯერ ერთი იყოს ერთიანი, მაგრამ მინიმუმ ერთი გარე წევრი უნდა იყოს. აი წევრების როტაცია უნდა იყოს შესაძლებელი, ინტერესთა კონფლიქტი დეკლარირებული უნდა იყოს აუცილებლად, რუბრიკები გამოკვეთილი იყოს, ქულების გამჭვირვალე ფორმულა, რომელიც თითქმის არ გვაქვს. ანუ ჩვენ გვაქვს პირველი ეტაპი და ერთი ტექნიკურად რომ შევაფასოთ იანვარში გამოქვეყნებული ეს დოკუმენტი ტექნიკურად სწორია, მაგრამ ძალიან დიდი ქაოსი გააჩინა, ვიდრე სექტემბერში დაიწყება ახლა ამ შემთხვევაში ამისი ამოქმედება სრულად, იქამდე რა იქნება უკვე მასწავლებლები არიან სრულ ქაოსში. კი ბატონო, ასევე მასწავლებლებმა, ნუ ჯერ ალბათ ის მასწავლებლებიც გაურკვევლობაში არიან, ეროვნული სასწავლო გეგმა პირდაპირ მიბმული უნდა იყოს წესით სწავლასწავლების მიმართულებით, რა პროექტების განხორციელება შეიძლება დაგეგმოს მასწავლებელმა, ხო? ეროვნულ სასწავლო გეგმასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არაფერი სიახლე არ გვაქვს. მოკლედ ველოდებით თქვენსავით ჩვენს როგორ განვითარდება მოვლენები და რამდენად შეძლებს ეს ფორმატიც, რომ მასწავლებლების სანდოობა მოიპოვოს და საბოლოო ჯამში ყველასთვის, ყველას რაც გვინდა, რომ განათლების ხარისხს დაეტყოს ეს ყველაფერი. იმედი დავიტოვოთ, რომ იმედს ნამდვილად ვიტოვოთ. უბრალოდ ჩვენ ცალსახად უნდა გამოკვეთოთ ერთი რამ, რომ ნებისმიერი სახის რეფორმა, რომელიც პრაქტიკაში მხოლოდ საწყის დონეზე არის ხოლმე აქტიური და 1 წლის მერე და 2 წლის შემდეგ ფაქტობრივად მივიწყებულ თემად იქცევა ხოლმე და ამისი განვითარება, კვლევა, რა გაამართლა, რამ გაამართლა, რამ ვერ გაამართლა, რა შევცვალოთ, რა არ შევცვალოთ, ეს აღარ ხდება ხოლმე. ანუ რაღაცას დაწერენ, ძლივს გამოაქვეყნებენ და შემდგომ მისი პრაქტიკული ანალიზი აღარ ხდება, ამან რა უნდა შეიცვალოს, ანუ მისი განვითარება აღარ ხდება და რაც ყველაზე მთავარია, ფინანსური მოტივაციის გარეშე, მით უმეტეს არსებული სქემა იგივეა თითქმის ერთი და იგივეა და ფინანსური ნაწილი, რომელიც დააკლეს თანხა თითქმის 1600 ლარიდან მენტორის ხელფასი 300 ლარამდე ჩამოვიდა დანამატი ამ შემთხვევაში. აი ეს დანამატი რაიმე სახით თუ არ დარეგულირდა და ჩაშლა არ გაუკეთდა, რომ შენ თუ ამას გააკეთებ, კიდევ დაგემატება ხელფასი და კიდევ დაგემატება ხელფასი და კიდევ რაღაც შედეგზე გავა და მე შეიძლება მართლა ვიფიქროთ, რომ ამ სქემას და არა თუ ამ სქემას ზოგადად ნებისმიერ რეფორმას აქვს ქმედითი შედეგი. დიდი მადლობა შალვა. დიდი მადლობა რომ შენ როგორც ერთი მასწავლებელი და ამასთან კიდევ პედაგოგთა პროფესიული განვითარების წევრიც ხარ, ამბობ ამ ყველაფერს ხმამაღლა, რასაც ფიქრობ სქემასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ მე გულწრფელად მჯერა რომ ყველა ის ღიად ნათქვამი შენიშვნა არის პრობლემის მოგვარებისკენ გადადგმული წინ ნაბიჯი წინ, ამიტომ მადლობას გეუბნები ამ ღიაობისთვის, მემშვიდობები სტუმარს.